მე და ჩემი შეყვარებული ძალიან კარგად ვართ ერთად. თითქოს უკვე ასაკიც ჩვენი უახლოვდება იმ ფარგლებს, რომ უნდა დავასერიოზულოთ უფრო ურთიერთობა. გულისხმობ ოჯახის შექმნას, ცალკე გადასვლას. ერთადერთი რაც მაშინებს და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა რჩევის მიღება ბახუტასგან, იმიტომ რომ მგონი სფეროები ჩვენი სამუშაო გავს ერთმანეთს, არის არასტაბილურობის შიში. თითქოს ყველაფერი გიბიძგებს იმისკენ, რომ ეგრე იფიქრო, უნდა იყოს შემდგარი, ფინანსურად გამართული, მანქანა უნდა გყავდეს, ცალკე სახლით მოგვარებული უნდა გქონდეს და ეს არის სტანდარტივით. თუ ამას არ აკმაყოფილებან, ახლოს მაინც არ ხარ, შიშები გაქვს, ან ეს ფინანსური საათი შენი გეუბნება, რომ ჯერ ადრეა ოჯახის შექმნა. რას მირჩევდა ბახუტა ამ თემაზე მაინტერესებს. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეგ ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მნიშვნელოვანია ეგ ფაქტორები და არ გაქვს, მაშინ ჩდება პრობლემები. ანუ შეიძლება პარტნიორისთვის იყოს მნიშვნელოვანი. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც რა ვიცი, უსამსახუროდ და ნაქირავებს სახლში ატარებენ ბედნიერად ცხოვრებას რა. იმათ ეხა ეგ ურჩიო, რომ არა აუცილებლად ეხლა შენ უნდა ისა რა ქვია, მაგარი სამსახური იშოვო და გარაჟში ბენტლი დააყენო და მე შეგიძლია რომ რაღაც ნაბიჯი გადადგა. პარტნიორს გააჩნია, ხო? ხო, და რაღაც შენ შეხედულებებს, აზრებს და ყველაფერს რა. და მითხარიო შენ როგორ მოიქცეოდი და მე ცოლი როცა მოვიყვანე, არ მქონდა არაფერი აბსოლუტურად. არც სახლი და არც მანქანა და არაფერი. წეგან თქვა რომ გაშორებული ვარ. კაი, ანუ მაგის შეხედვით. ხო, მაგის შეხედვით.